UFC-ის სუპერვარსკვლავი რომ გახდე, მათ ლაპარაკი საკმარისი არ არის. ეს საქმითაც უნდა დაამტკიცო. მინდა რომ დავაფინიშო აქ იმისთვისა, რომ მეტოქეები გავანადგურო, ყველა მათგანი საფრთხეში არის ჩემს წინააღმდეგ. ვინ არის ის ბიჭი, ვისთანაც იბრძოლებ? ის ბიჭი ახლა უკვე მოსიატული მკვდარია. კონორ მაგრეგორის მიერ შედგენილ გეგმას დღემდე მისდევს მებრძოლების უმეტესობა. დღეს გაჩვენებთ ნოკაუტებს, რომლებიც მებრძოლებმა დაგვპირდნენ და შეასრულეს კიდეც. მოდით გადავიდეთ ნომერ პირველზე ილია თოფურიას ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ. თუ ამას მოვიგებარა, მე ამას გავაკეთებ და მას პირველივე რაუნდში გავტიშავ. თქვენ ყველა ბრძოლამდე ასე იქცევით, მაგრამ ბრძოლის შემდეგ რაც ხდება, ყველამ ვიცით. ილია თოფურიას კონორ მაგრეგორს ტყუილად არ ადარებენ. ის ხმამაღლა საუბრობს და ყოველთვის ამტკიცებს ამას საქმით. მას არ აინტერესებს ტიტულები, მიღწევები ან რეკორდები, რაც მეტოქეს შეიძლება ჰქონდეს. ის უბრალოდ შედის ოქტაგონში და მათთან უკაუტებს. მან ზუსტად ის გააკეთა, რასაც დაგვპირდა. ის აბსოლუტურად სრულყოფილი მებრძოლია, ყველა ასპექტში შესანიშნავია. ეს ბიჭი ნამდვილი ვარსკვლავია. ნომერი 2 ილია თოფურია, მაქს ჰოლოვეი. როგორც თქვი, ელ მატადორი ცდილობს ხარს გაექცეს. მე აქ ვარ. თოფურიასა და ჰოლოვეის ბრძოლა იდეალურად განასახიერებს ყველაფერს, რაც UFC-ში გვიყვარს. საუკეთესო მოკრივე შეხვდა ყველაზე საშიშ სტრაიკერს და ეს ბრძოლა ვერანაირად ვერ გაძლევდა 5 რაუნდს. ამ ბრძოლაში ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ვერავინ შეძლო მისი დანოკაუტება და ვფიქრობ, რომ სხვა გზა არ არის. მე დავანოკაუტებ. პირველი ვიქნებ, ვინც მას გათიშავს, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც მის ბრძოლას უყურებ, ვფიქრობ, რომ მასზე ბევრად უკეთესი ვარ. თუ მასთან კიკბოქსინგში, კრივში ან თუნდაც ჭადრაკის მატჩს გავმართავ, მე მას დავამარცხებ. ასე რომ რაც არ უნდა გააკეთო, სხვა გზა არაა, მაინც მოვუდგე. თავისივე სტილში, თავდაჯერებულად აცხადებდა, რომ მაქს დაანოკაუტებდა. ეს თითქმის შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ ილიამ თავისი სიტყვა საქმით ნამდვილად დაამტკიცა. ნომერი 3 მაიკლ ბისპინგი, ლუკ როკჰოლდი. ასე წარმოვაჩენ თავს. გჯერა ამის და მიაღწევ კიდეც და სწორედ ამას ვაკეთებ მე. ვიცი რასაც ვაპირებ, ვიცი რომ მასზე უკეთესი ვარ. ჯანდაბა მოკეტე რა. მოდი, სის ეს ნაწილი კლასიკური დაპირისპირებით დავეწყოთ. მაიკლ ბისპინგს და ლუკ როკჰოლდს შორის რემატჩი. ამ მოც შორის მეტოქეობა თავისთავად ხელოვნების ნიმუში იყო. სავსე თრეშტოლქებით, დაძაბულობითა და უფრო დიდი მნიშვნელობით. შაბათამდე ვერ ვითმენ, ახლა აუდიები და მუშტს პირდაპირ სახეში დავატყავ. თან მსოფლიოს ჩემპიონის გავხდები. მაიკლმა ოსტატურად გამოიყენა თავისი თრეშტოლქი ყურადღების მისაპყრობად, მაგრამ რაც ბისპინგს ნამდვილად განსაკუთრებულად ხდის, იყო მისი უნარი, წინასწარ განესაზღვრა ბრძოლის შედეგი. გულ შემატკივრებს პირობებისა, რომ როკჰოლდს ნოკაუტით დაამარცხებდა და ზუსტად ისე მოიქცა, როგორც თქვა. ნომერი 4 ჯონ ჯონსი, დანიელ კორმიე 2. ბერმა დაადანაშაულა ჯონ ჯონსი იმაში, რომ გარბის ანიშინია, მაგრამ გავიხსენოთ თუ ვინ იყო ჯონსი ფორმის პიკში და უბრუნეს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მტრობას. მას მე არ დავუმარცხები ვარ. ნამდვილი ნაგავია. იქში მყოფ დანიელ კორმიესა და პრაიმ ჯონ ჯონსის დაპირისპირება ზუსტად ის ომი იყო, რაც გვახსენებს, რატომ გვიყვარს შერეული ოსტაბრძოლები. ყველაფერს ვიზამ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ არასდროს დაგავიწყდეს ის ღამე, როცა ოქტაგონში ჩემთან საბრძოლველად შემოხვალ. მზადვა შევწირო ხელის, თვალით, მოტეხილი თითიც არაფერს არ ნიშნავს. შენ შემს გაჩერებას ვერ შეძლებ, დანიელ კორმიე, შენ ვერაფერს შეძლებ. თითოეული წუთი, რაც ამ ბრძოლამდე ვარჯიში ჩადე, უშედეგოდ დაგრჩება.
ეს იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ მომენტთაგანი, როდესაც ტიტულისა და მემკვიდრეობის გარდა სხვა რამ იყო სასტოზე მებრძოლების კარიერა, ორივე ერთმანეთის განადგურებას და რემატჩში ნოკაუტით გამარჯვებას გვიზრდებოდა. ეს კაცი ისევ გააფუჭებს ყველაფერს, სტეროიდების მიღებით, კოკაინის მოხმარებით ან მეძავებთან გასწობით. ამჯერად რას იზამს, რომ გააფუჭოს ყველაფერი? დაბოლილიც კი მაგრად გცემ. ჯონი მასტალი იყო, მან გაანადგურა დანიელ კორმიე, ეს უპრეცედენტო ომი დასრულდა სასტიკი ტექნიკური ნოკაუტით. ნომერი 5, კონორ მაკგრეგორი, ჟოზე ალდო. შეგიძლია კონორზე ის იფიქრო, რაც გინდა, მაგრამ ის იყო ფენომენი, რომელმაც UFC სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. კონორ, ფიქრობ, რომ შენ ხარ ამჟამად ნომერ პირველი pound for pound მებრძოლი? მე მჯერა, რომ ბევრი შესანიშნავი მებრძოლია, ბევრი ადამიანია, ვინც დიდ საქმეს აკეთებს, მაგრამ როდესაც ყველაფერს აერთიანებ, როდესაც მთელ პაკეტს ქმნი, მთლიან ცხოველს, ეს არის საბრძოლო თამაში. არ მგონია, რომ ვინმე იყოს, ვინც ამას ჩემზე უკეთ აკეთებს. უაღრესად თავდაჯერებული მეფე, რომელიც მზად იყო ტიტულთან ერთად მეტოქისთვის თავის წაეცლია, პრაიმ კონორ მაკგრეგორი სხვა სახის მოვლენა იყო. მე ვფრობ ამ ქალაქს, მე ვფრობ რიო დე ჟანეიროს, ამიტომ როცა ის ამბობს, რომ მეფეა, ესე იგი მე ჯოკერი ვარ. ახლა სხვა დრო იყოს ცხენი შევიჭრებოდი მის ფაველაში და ყველას მოკლავდი, მაგრამ ახლა სხვა დროა. ამიტომ ივლისში მას მაგრად ვცემ. ივლისში ალდოს უკანასკნელი და უმაცხებელი სერია იდგა და მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლის ტიტული. ამ ყველაფერმა ვერ შეაჩერა კონორ მაკგრეგორი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაამართლა თავისი მეტსახელი. მისტიკ მაიკი, ზუსტად იმის კეთებით, რაც თქვა. ნომერი 6, ჯეკ დე ლა მადელინა, გილბერტ ბარნსი. სოფლიო მხოლოდ მაშინ დაიწყო მისი ტოპ დონის მებრძოლად აღქმა, როდესაც ბელალ მუჰამედზე გაიმარჯვა, მაგრამ ის უკვე დიდი საფრთხე იყო გაცილებით ადრე, ვიდრე ეს ბრძოლა. ეს ჩემთვის ნამდვილად დიდი ბრძოლა, ის ტოპ 5-ია. ვფიქრობ, რომ თუ ისეთ კარგ ბიჭებს ვერ დაამარცხებ, როგორც ბარნსია, მაშინ სოფლიო ჩემპიონი ვერ გახდები. ჩემი მიზანია დავამარცხო გილბერტ ბარნსი და დავამტკიცო, რომ ტოპ 5-ის მებრძოლი ვარ. გილბერტ ბარნსმა ჩიმაევს ყველაზე რთული ბრძოლა შესთავაზა. ბარნსის ჯიუ-ჯიტსუ ძალიან მაღალ დონეზეა, მართლა ძალიან მაღალზე. ამის საუკეთესო მაგალითია მისი ბრძოლა ჩიმაევთან. ჩიმაევს ჭიდაობა სრულიად სხვა დონეზეა, მართლა სხვა სამყაროა, მაგრამ ის მაინც ერიდებოდა ბარნსთან მიწაზე ყოფნას. ბევრმა ჯეკი თავიდანვე ჩამოწერა და ელოდა, რომ ბარნსი ბრძოლას ეფექტური ნოკაუტით სწრაფად დაასრულებდა, მაგრამ იმ ღამეს მადელინას საკუთარი გეგმები ჰქონდა. ვფიქრობ, გაყოფილი გადაწყვეტილებით მოგება არ გამოდგება, უნდა დავაფინიშო და დავიმკვიდრო ადგილი ჩემპიონის ტიტულის შემდეგ კონტენდერთა შორის. სოფლიო ტიტულის პრეტენდენტმა ჯეკმა დიდი ხანია დაიმსახურა ტიტულისთვის ბრძოლა. როგორც მებრძოლი ჩემპიონობის ამბიციებით, ბარნსის წინააღმდეგ ბრძოლა ამის ყველაზე ნათელი დასტური იყო. ნომერი 7, პედი პიმბლეტი, მაიკლ ჩენდლერი. წელს პედი გახდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელი შერეულ ოსტაბრძოლებში. მან საბოლოოდ მოახერხა მსუბუქი წონის დივიზიონის ტოპ 10-ში შესვლა. და ახლა ერთ-ერთი კონტენდერია. მისი ბოლო ბრძოლა ამის ნათელი მტკიცებულებაა. როცა მე ვუსტყამ ადამიანებს, ისინი იძინებენ, არ მჭირდება სიმღერა ან ბევრი საუბარი, რომ ბრძოლები გავყიდო. ეს ხვების საქმეა. მე ნამდვილი ვარ და ნამდვილებს ბევრი საუბარი არ სჭირდებათ. ყველას ეგონა, რომ დავნოკაუტდებოდი. მაგრამ ჩემი ნიკაპი ისეთივე მყარია, როგორც გრანიტი. მე ნოკაუტში აღარ ვიქნები, ასარადოს ყოფილვა და ხვალაც ასე იქნება. პედი ჩენდლერი დაანოკაუტა და პირობა შეასრულა. ნომერი 8, ალექს პერეირა, ისრაელ ადესანია. ალექს პერეირა გახდა ნამდვილი სტრატეგი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში. მან შეძლო 3 წელიწადში გამختارიყო წონის კატეგორიის ჩემპიონი UFC-ში. მისი ლეგენდარული გზა კი დაიწყო ტიტულისთვის ბრძოლით, ისრაელ ადესანიას წინააღმდეგ. ვიცი, ეს დიდი ღონისძიება, ადესანია ბევრს ლაპარაკობს.
ბევრი ვივარჯიში რომ ყოფილიყავი, ადესანია ჩემზე ლაპარაკობს, რა თქმა უნდა, მისთვის ნოკაუტთან შეგუება რთულია. პერერა რაუნდებში მასწრდებოდა, იყო განსა რომ მისი დაპირება იზის და ნოკაუტების შესახებ უბრალოდ სიტყვები იყო. მაგრამ ჰოლივუდური ფილმის სცენარივით მეხუთე რაუნდი დაიწყო და ყველაფერი შეიცვალა. უბრალოდ ნახეთ, ეს შესანიშნავი ნოკაუტი. პერერამ თავისი სიტყვები ქმედებით დაამტკიცა და ჩემპიონიც გახდა. ნომერი 9 ტომას პინალი, სერგეი პავლოვიჩი. ალბათ ყველას გვახსოვს ის საოცრად მოკლე, მაგრამ დიდებული პერიოდი, როცა ერთი ადამიანი მთელი მძიმე წონით კატეგორიის მებრძოლებს შიში ზარდს სცემდა. სერგეი პავლოვიჩი იყო ნამდვილი მონსტრი, რომელიც მეტოქეებს პირველივე დარტყმით ანადგურებდა, მაგრამ ის შეაჩერა იმ კაცმა, ვინც განწირული იყო ჩემპიონობისთვის. ეს ბრძოლა შეიძლება 5 წუთში დასრულდეს. არ ვიცი, ვნახოთ მეგობარო, ეს მძიმე წონაა. ორი უზარმაზარი ბიჭი, მეც უზარმაზარი ვარ და ისიც. ორივეს ოცნება ფინიშია. მოდი ვნახოთ რა მოხდება, ვინ შეძლებს ამის გაკეთებას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი დანუკაუტდება. ტომმა პავლოვიჩის დანუკაუტება გადაწყვიტა. პრეს კონფერენციებზე ჯენტლმენურად მოიქცა, მაგრამ ოქტაგონში შესვლისას ნამდვილ მონსტრად გადაიქცა. ნომერი 10 ფრენსის განუ, სტეპ მიოჩიჩი. ბრძოლა, რომელმაც ძალთა ბალანსი შეცვალა მძიმე ზონაში, გამოჩნდა ახალი კანდიდატი, რომლის დარტყმებსაც შეეძლო ადამიანების კომაში ჩაგდება. არ მაინტერესებს, არ მჭირდება ეს აჟიოტაჟი. ის ამას იმსახურებს, ვიცი რომ ის დიდი და ძლიერია, მაგარი ბიჭია, საკმაოდ ძლიერია. ალბათ მისთვის პატარა მწერი ვარ, ან რაიმე მსგავსი. არ ვიცი, შეიძლება მისთვის კარგი იყოს. პირველი ბრძოლა განუსთვის წარმატებული არ იყო, მაგრამ ის დაგვირდა, რომ სიტუაციას გამოასწორებდა. მან აღნიშნა, რომ საუკეთესო მებრძოლია, მინდა შური ვიძიო და დავამტკიცო, რომ მე ვარ საუკეთესო. ფრენსის შურის ძება ჰქონდა დაგეგმილი, გულშემატკივრებიც იგივეს ელოდნენ და მიიღეს კიდეც. ეს ნოკაუტი ითვლება მძიმე წონის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბრუტალურ ნოკაუტად. და მაინც რომელი ნოკაუტია შენი ფავორიტი? გაგვიზიარე შენი აზრი კომენტარებში. მადლობა რომ გვიყურეთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.